მეტალიკას წევრებზე ვაგრძელებთ ვიდეოების გადაღებას. დღეს ჩავწერ ვიდეოს კაცის სირბილი, კაცი თქუში. ადამიანი, რომელიც არ არის მაგალითი ახალგაზრდა დრამერებისთვის. ადამიანი, რომლისგანაც ცოტა რამ თუ შეიძლება რომ ისწავლოთ რამზე დაკვირისას. მოკლედ, ბევრი რომ აღარ ვისაუბროთ, ლარს ულრიხი მეგობრებო. რამდენი უარყოფითი რამის ჩამოთვლა შეიძლება ბატონ ლარსზე, მაგრამ აქვს ერთი ძალიან მაგარი რაღაც, რაც ბევრ მუსიკოსს აკლია ხოლმე და მით უმეტეს დრამერებს. ლარსის პლუსი მდგომარეობს სულში და საუნდში სხვათა შორის, თუმცა კიდევ ერთი კარგი რაღაცის თქმა შემიძლია. 80-იანი წლების მიწურულს და 90-იანების დასაწყისში ლარსი არ იყო ისეთი ცუდი, როგორიც დღეს შეიძლება რომ ითქვას. ეს პირდაპირ ვთქვათ, რომ ლარსი არის საკმაოდ სუსტი დრამერი. მაგრამ დასაწყისში ძალიან ბევრ სიმღერაში ლაივებსაც თუ გადახედავ და ძირითადად ასეთი ბენდები რა თქმა უნდა ლაივებით ფასდება ხოლმე, ლარს აქვს ძალიან კარგი და საინტერესო სკილები, კონკრეტულია და ძალიან უნიკალური ამ ბენდისთვის, რაც იდეალურად არის მოგებული მეტალიკის მუსიკაზე. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ იმას და წინა ვიდეოში ითქვა, რომ არ გამოირჩევიან ამ ბენდის წევრები განსაკუთრებული ტექნიკით, მაგრამ მათ აქვთ აი ის, მოდი ვიქნები ბანალური X ფაქტორი, რომელიც ამ ბენდს ხდის უნიკალურს და განსაკუთრებულს. ამ შემთხვევაში ლარსიც არ არის გამონაკლისი. მოკლედ არ ვიცი ბევრი რა უნდა ვილაპარაკო ლარს ულრიხზე. უბრალოდ შემიძლია ვთქვა ის, რომ რაღაცნაირად ძალიან კარგად არის მორგებული ამ ბენდს მისი პერსონაჟი, მოდით ესე ვთქვა, ძალიან უხდება მეტალიკას და დანარჩენი წევრებიც ზუსტად ასე არიან მორგებულები რა. მე ვერ წარმომიდგენია ლარს მაგივრად სხვა დრამერი, მიუხედავად იმისა, რომ აი მჯერა სხვა დრამერები ბევრად უკეთესად დაუკრავდნენ. მაგრამ აი რო წარმოვიდგენ ვინ შეიძლება იჯდეს იქ ლარსის მაგივრად, აი ვერავინ ვერ წარმომიდგენია. რა ვიცი, თქვენ თუ ვინმე წარმოგიდგენიათ, მითხარით. მოკლედ ლარს გაუმარჯოს და მეტალიკას მეგობრებო და შემდეგი მეტალიკის წევრამდე.